ქალები იყენებენ სხვადასხვა კოსმეტიკურ საშუალებებს, ხშირად უყვართ წვალებადობა კოსმეტიკური საცხების საშუალებების, სამაკიაჟო საშუალებების, ასევე უფრო ხშირად მიმართავენ ხოლმე კოსმეტოლოგიურ პროცედურებს და ასევე ჰორმონები, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ჰორმონები აკნეს შემთხვევაში გარკვეული ტიპის გავლენას ახდენს, რა თქმა უნდა, მდედრობითი სქესის პაციენტებში. სახის წმენა რეკომენდებული აკნეს შემთხვევაში არ არის, არსებობს გარკვეული ტიპის გამონაკლისი შემთხვევები, როდესაც მაგალითად პაციენტს აქვს რთული ფორმის აკნე, მას აქვს ეგრეთ წოდებული დახურულთავიანი კომედონები, ეგრეთ წოდებული კამქვეშა კომედონები, რომელიც ჩატარებული მკურნალობის პერიოდში არ ლაგდება. ზოგადად ჰიგიენა აკნესთან მიმართებაში, რა თქმა უნდა, გაზვიადებულია. ძველი, ასე ვთქვათ, მიტომაც იყო ეგრეთ წოდებული 2D, ესე ეძახდნენ სწორად. ეს ნიშნავდა დაიეთ, ანუ კვება და დერთი, ანუ სიბინძურე. სამეცნიერო მტკიცებულებებმა დაადასტურა, რომ არ აქვს გავლენა როგორც კვებას, ასევე ჰიგიენას აკნესთან მიმართებაში, თუმცა რა თქმა უნდა აღინიშნოს, რომ აკნეს შემთხვევაში სკანის დაბანა, ანუ გასუფთავება მნიშვნელოვანია. ჩვენ ზოგადად ყოველთვის ურჩევთ პაციენტებს, რომ ხელით აკნეს ელემენტების მექანიკური დაზიანება შეზღუდოს, ანუ არ შეიძლება. საკუთრებით ძალიან სახიფათოა მსგავსი ტიპის ელემენტების, ასე ვთქვათ, წვალება ეგრეთ წოდებულ სამკუთხედში, ეს არის ეს ზონა. იმიტომ რომ ამ ზონაზე არსებული ელემენტებმა შესაძლებელია ისეთი გართულებები მოგვცეს, როგორიც არის თავის ტვინის ინფექცია.